მისათა და გაზისათა გასული საფრთხისათა ჩვენთან არის იდება და მადლობა ღმერთს. ესე იგი დღევანდელი დღე ძალიან სასიხარულო არის, იმიტომ რომ ჩვენთან არიან სტუმრები კრეტადან, მეუფე ირინეოსი თავის მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად. რატო არის ახლა ეს ესეთი სასიხარულო? დღევანდელ მსოფლიოს რო თვალი გადავალოთ, რამხელა შფოთი, ომი, ტყვილი, გაუტანლობა, სიცრუე არის და დუხს მთელი მსოფლიო თითქოს არა. სადაც ღმერთი დაივიწყეს, იქ ეს შფოთი ყოველთვის არის. ჩვენთან კიდე მთელი ზეცა იყო შეკრებილი განურჩევლად ეროვნებისა და წარმომავლობისა. ჩვენ ყველას ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთის ხილვა, ნახვა და ერთად მსახურება გვახარებდა, იმიტომ რომ მთელი წელიწადის განმავლობაში ღვთისადიდებელი ისმის და ერთმანეთს ეუბნებით. ქრისტე არის ჩვენ შორის და არც და იყოს ჭეშმარიტად არის. დღე ძალიან სასიხარულო იყო, რადგან ერთად ვწირეთ და ერთად მადლობა გადავუხადეთ ღმერთს. მეუფეს უხდით მადლობას და ჩვენს მრევლს ყველას გიხდით მადლობას, ჩვენთან ერთად ლოცვით. ჩვენთან არის ღმერთი. Εμάς είναι μεγάλη ευλογία και σεβασμιότητα που είμαστε στην Αγία και ευλογημένη γη της Γεωργίας. Και σε έναν λαό που είναι τόσο κοντά με τον δικό μας τον λαό και ο δικός μας ο λαός τόσο κοντά με τον δικό σας τον λαό. და ეს ხალხი მივიდით ძალიან ახლოსაა ჩემს ხალხთან, ჩემს ბერძენ ხალხთან, ჩვენ ძალიან მოვაწე. რაც მაქვს ასეთი შეიძლება რომ ყველა სხვადასხვა ჩემ ხალხთან ერთად შედარებით ახლოსაა ქართული. Είναι μεγάλο σκάνδαλο νομίζω σεβασμιότητε και μεγάλος πειρασμός αυτός που συμβαίνει μεταξύ των Ορθοδόξων να αλληλοσκοτώνονται και να αλληλοσπαράσσονται δίπλα μας εδώ. ძალიან ძიმე სანახავია და ძალიან სუდია, რადგან ეს ეშმაკის მანქანა, ეშმაკის ბრძოლა, რასაც ხედავთ ერთმანეთს როგორ სამყაროს სასაცილო დერჩია მასალადებელი აგეს ჩვენთან სამეზობლოში. Όπως και ο κάθε πόλεμος, αδελφοί, είναι ένας αδελφοκτόνος πόλεμος στην ουσία, γιατί όλοι είμαστε αδέλφοι. შინაარსობრივად რა თქმა უნდა ყველა კონფლიქტი არის კაცთა მისთვის, რა თქმა უნდა, მაგრამ ევროპულსადმია და ორბაგაბულსადმია, რასაც ამას ახდენს ორი ერთი და იგივე ამასარგებლობის Ένα όμως περισσότερο είναι ότι ერთი რამ ცხადზე მოცხადესია, რომ ჩვენ ყველანი საბოლოო ჯამში ვართ ახალი ისრაელის საზოგადოება, მემკვიდრეები, მაცხოვრებლები. Εμείς οι Ορθόδοξοι Χριστιανοί είμαστε ο νέος Ισραήλ. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ ის, ვინც წარმოადგენს თავისი შინაარსით და ამ სიტყვის ფართო გაგებით ახალი ისრაელი. Και είναι θλιβερό να αλληλοσπαρασσόμαστε. და საგანგაშოა და სამწუხაროა ძალიან, როდესაც ერთმანეთში ვიწევთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს სამყაროს სასწაულს მოყოლ. Σήμερα σεβασμιότατε βομβαρδίσαμε τον ουρανό. დღეს მეუბნეო დავუმბეთ ზეცით. Βομβαρδίσαμε τον ουρανό με τις προσευχές μας. ჩვენი ლოცვებით რა თქმა უნდა მოისმენთ დავუმბეთ ზეცით. Με την εν Χριστώ αγάπη μας. Χριστე იდგა ჩვენ შორის და Χριστე ჩაგვადენია ეს კარგი საქციელი. Και παρακαλούμε τον Χριστό της αγάπης και της συγγνώμης και της ειρήνης, τον ειρηνοδότη Χριστό, να φέρει την ειρήνη του σε όλη την γη. მადლობა შევთხოვთ რომ იდგეს ჩვენ შორის, რათა თვითონ ქრისტიანი მშვიდობის სიმბოლოც და მკვდროება და სიმშვიდის სიმბოლოა თვითონ ქრისტე და მან მოგვანიჭოს ეს ყოველობა.
και να πορευόμαστε προς εκείνον που είναι η όντως ζωή, η μόνη ζωή και η μόνη αλήθεια. და ვიაროთ მხოლოდ და მხოლოდ მისი გზით, მისკენ მიმავალი გზით, რომელიც არის ჭეშმარიტება და სიცოცხლე. Με την ευχή σας. მენი როცა გქონდა დღევანდელი დღის სამახსოვრო და ასე თქვა ჩვენი ხსოვნისათვის და ლოცვითი შეწენისათვის მე უფროს მინდა გადავცეთ ქეთევან დედოფლის ხატი, რომლის საიუბილეო წელი 24-ში დაიწყო და 1 წელი გრძელდება, რადგან მისი მოწამეობიდან 400 წელი გავიდა. ეწამა ირანში და მისი წმინდა ნაწილი თანხმობა არის ტრაპეზის ქვეშ. და ეს ხატი გინდა გადავცეთ მეუფრეს ეს დღევანდელი დღის სამახსოვრო. და ასევე გვინდა გადავცეთ მეუფრეს ალავერდის ტაძრის გამოსახულება ეპისისტემურა ნოშუნის ნომეს მოდი უნაუ წმინდა გიორგის სახელობის უნაუსიე მაიჰიუ გეორგიო ჩვენს მოსაცემ იადაბას მოდებს პანოს Σεβασμιότατε, ξέρετε τι συμβαίνει στο Σινά. იცით რასაც ნიშნავს სინას თან? Εμείς είμαστε κοντά με το Σινά. ძალიან ახლოს ვართ ჩვენ გეოგრაფიულად. Και ο μοναχισμός της Κρήτης ήρθε από το Σινά και την Παλαιστίνη. მონასტრის ცხოვრება და მონაზრობა პირადად მოიხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს კულტურაში შემოვიდა სინასიდან და პალესტინიდან. Και σας παρακαλούμε να προσεύχεστε για το Σινά. ძალიან გთხოვთ, რომ რეალურად სინას ღვთისმის. Και για να θυμίζει την ημέρα αυτή της συναντήσεώς μας κάτι, σας δίνουμε την εικόνα του Σινά, να την έχετε. ამ დღის აღსანიშნავად, რათა გახსოვდეთ, ვიდრე ვიმყოფებით დედამიწაზე, ახლა ამ ხატს აკეთებთ და გემახსოვრებით. Την εικόνα მაცხოვრის ხატი. სინას მთა ჩვენთვისაც არის წმინდა და ძვირფასი ადგილი. Επίσης και για μας είναι η Αγία Σινά. უფლის ტერპებით დასრულებული Με τα πόδια του Κυρίου αγιαστεί η γη αυτή. და სინა ასევე ჩვენთვის კათოლიკოსებსაც არის მნიშვნელოვანი ადგილი, რადგან მე-6 საუკუნეში კათოლიკე მოწესები მონაზვნები Επίσης για μας οι Ατροσυγκυρίδες, οι Γεωργιανούς είναι σημαντικό Σινά, γιατί από το 6ο αιώνα και μετά οι Γεωργιανοί Ειρήνητες αγωνιζόταν στα μοναστήρια, ασύστευαν εκεί πολλοί Γεωργιανοί. და ჩვენ მეტრო ვაკურთხა ვიცნობ მაღალბოლოს სამგლოს დამიანოს და ერთი თვე მოგვიწია წმინდა ეკატერინეს მონასტერში ცხოვრება. Έχουμε χαρά και ευλογία, γνωρίζουμε από κοντά στον σπότη του Δαμιανό και είχα μεγάλη χαρά και ευλογία, έκατσα 1 μήνα στο μοναστήρι της Αγίας Κατερίνης. და ეხლა სინას ღვთის ძმობას განსაცდელიობას მოცულობთ ყოველთვის და გვაქვს იმედი, რომ კიდე მოვიწყოთ სინასთან. Αυτή τη στιγμή η αδερφότητα του Σινά έχει δυνατότητα αυτά που γίνονται στην χώρα. Εμείς τι έχουμε στο χέρι, έχουμε προσευχή, ευχόμαστε να περάσουμε γρήγορα και ειρηνικά όλα αυτά για να βρεθούμε ξανά στο Σινά, στο μοναστήρι. მე თქვა განმოცოთ და გადახარ. Ευχαριστούμε πολύ. Αδελφοί Γεωργιανοί και αδελφές, να κρατάτε την πίστη. Αυτός είναι ο θησαυρός μου. ქართველებო, ქალბატონებო, კაცებო, ბატონებო და ქალბატონებო. Την Ορθόδοξη დაიჭირეთ გულში გქონდეთ დამარხული მართლმადიდებლობა, ვინაიდან ამაზე დიდი განცი თქვენ არაფერი არ გაგაჩნიათ. είναι ό,τι πολυτιμότερο έχουμε. უფრო
უფრო ძვირფასი განძი, უფრო ფასეული, მეტი არაფერი არ აქვს. თქვენ არ ახართ დიდი სახელმწიფო, არ ახართ მრავალრიცხოვანი ერი, ამიტომ ყველაზე ძვირფასი რაც გაგაჩნიათ, როგორც თვალისჭის უნდა გაფრთხილება, ისეა მართლმადიდებლური. Είστε όλοι ευλογημένοι. ჯვარი დასაბუთს.